Ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც თევზების მფლობელებს შეიძლება შეემთხვეთ. ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ ვიდეოში ვაპირებ საუბარს თევზების დაავადებაზე, კონკრეტულად კი ერთ-ერთზე, რომელთანაც შეხება ალბათ ჩვენ უმრავლესობას ჰქონია. ეს არის იხტიკა. მოდით ვისაუბროთ თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ თევზს აქვს იხტიკა, როგორ გამოიყურება ეს დაავადება. ასევე ვისაუბრებთ მის სიცოცხლის ციკლზე, რათა უკეთ გავიგოთ მისი მკურნალობის სტრატეგია. და შევძლოთ მისი მკურნალობა ეფექტურად, რადგან თუ ჩვენ ამას უყურადღებოდ დავტოვებთ, იხტიკა უმეტეს შემთხვევაში გამოიწვევს ჩვენი თევზების სიკვდილს. არც ისე დიდი ხნის წინ ზუსტად ეს დაავადება უფრო კონკრეტულად კი პარაზიტი გავრცელდა ჩემს აკვარიუმში. იმ დროს არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ამ პარაზიტის შესახებ, ინფორმაციის მოძიებაში დავკარგე რამდენიმე დღე. ამ დროს კი ამ პარაზიტს დრო არ დაუკარგავს და უფრო მეტად გავრცელდა ჩემს აკვარიუმში. ასე რომ რაც მალე შევუდგებით მკურნალობას, მით მარტივად და ეფექტურად. დავამარცხებთ მას. ახლა კი მე მოგაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რისი ცოდნაც დაგუჭირდება ამ პარაზიტის დამარცხებისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს პარაზიტი აკვარიუმში ვრცელდება მაშინ, როდესაც უკვე ინფიცირებულ თევზს ვუშვებთ ჩვენს აკვარიუმში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, მოვახდინოთ თევზების კარანტინი ჩვენს მთავარ აკვარიუმში გაშვებამდე. ინფიცირებულ თევზს სიმპტომები შეიძლება მალევე აღენიშნოს, მაგალითად გაშვებიდან 2 დღეში, მაგრამ შეიძლება პირველი სიმპტომები 1 კვირაშიც კი გამოჩნდეს. რა სიმპტომები ახასიათებს იხტიკას? როგორ ამოვიცნოთ, ეს არის იხტიკა თუ სხვა დაავადება? რა თქმა უნდა, პირველი სიმპტომი ესაა თეთრი წერტილები, თეთრი კოპლები თქვენი თევზის სხეულზე. ეს წერტილები თავდაპირველად შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით. ჩემი გამოცდილებიდან შევამჩნიე, რომ თავდაპირველად ეს წერტილები ჩემ თევზებს გააჩნდათ ფარფლებზე, შემდეგ კი გავრცელდა სხეულზეც. ეს პარაზიტი პირველ რიგში თავს ესხმის ლაყუჩების ქსოვილებს. ასე რომ თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს თევზებს უჭირთ სუნთქვა და დიდ დროს ატარებენ წყლის ზედაპირზე, ეს შეიძლება იყოს იხტიკის სიმპტომი. როდესაც ეს დაავადება გავრცელდა ჩემს აკვარიუმში, მე მყავდა 2 სახეობის თევზები: ვეფხვისებრი ბარბუსები და კორიდორასები. მალევე თითქმის ყველა ბარბუსს გააჩნდა კოპლები, ხოლო რაც შეხება კორიდორასებს, მათ არანაირი სიმპტომები არ უჩვენებიათ. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? დაწერეთ კომენტარებში. მოდით სანამ უშუალოდ მკურნალობაზე გადავალთ, განვიხილოთ ამ პარაზიტის სიცოცხლის ციკლი, როდესაც ჩვენ ვხედავთ თეთრ წერტილებს თევზზე. ეს იმის გამო ხდება, რომ პარაზიტმა გაიარა თევზის ლორწოვანი გარსი, რომელიც მას აკრავს მთელ სხეულზე. ამის შემდეგ ის კანის პირველ ფენებში შეძრა და დასახლდა. დაიწყო აქ არსებული სითხეებით და ქსოვილებით კვება, სანამ არ მიაღწია მომწიფების პერიოდს. ამ დროს თევზის იმუნური სისტემა ერთვება საქმეში და შედეგად ვიღებთ სწორედ ამ თეთრ წერტილებს. მომწიფების შემდეგ ეს პარაზიტი გამოძრება კანიდან და გაემართება მყარი ზედაპირებისკენ. ხშირ შემთხვევაში კი ის მიდის და სახლდება აკვარიუმის ფსკერზე. შედეგად თევზის სხეულზე რჩება დაზიანებები, რომლებიც შეიძლება გახდეს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციების წყარო. გადავიდეთ პარაზიტის სიცოცხლის ციკლის შემდეგ ეტაპზე. ესე იგი პარაზიტი გამოიკვება, გაიზარდა, მომწიფდა, გაემართა აკვარიუმის ფსკერისკენ. სწორედ ახლა იწყება მათი გამრავლება. ეს პარაზიტი დროს არ კარგავს. რამოდენიმე საათში მოხდება მისი კაფსულირება და სწორედ აქ ამ კაფსულაში ის წარმოქმნის ასობით კვერცხს. გარკვეულ დროში ეს კვერცხები გამოიჩეკება და დაიწყებს საკვების ძიებას. სწორედ ასე ხდება ამ პარაზიტის გავრცელება და ახალ-ახალი თეთრი წერტილების გაჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პარაზიტის სიცოცხლის ციკლი დიდად დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე. რაც მაღალია წყლის ტემპერატურა, მით ჩქარა მიმდინარეობს ციკლი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ პარაზიტის მოკლა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც გამოიჩეკება და დაიწყებს მსხვერპლის ძიებას. მან თუ მოასწრო თევზში შეღწევა ან თუ ის კაფსულირებულ ფორმაშია მისი მოკლა. შეუძლებელია. ახლა გადავიდეთ მკურნალობაზე. პირველი რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა ტემპერატურის აწევა. რა თქმა უნდა, თუ ამით ზიანი არ მიადგება თქვენ ბინადრებს. ასე რომ ეს მეთოდი არ გამოდგება ცივი წყლის ტიპის თევზებთან. თქვენ გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ ეს პარაზიტი მაღალ ტემპერატურაზე უფრო მალე მრავლდება, რატომ უნდა ავწიოთ აკვარიუმში ტემპერატურა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ამ პარაზიტის მოკლა მხოლოდ ციკლის იმ პერიოდში შეგვიძლია, როდესაც გამოიჩეკება და დაიწყებს მსხვერპლის ძიებას. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაწყობს ამ ციკლის დაჩქარება, რადგან პარაზიტს მალე მივიყვანთ იმ ეტაპამდე, რომელშიც ჩვენ შევძლებთ მის განადგურებას. ახლა უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია პარაზიტის სიცოცხლის ციკლზე. ალბათ დამეთანხმებით ამის ცოდნის გარეშე ნამდვილად რთული იქნებოდა მათთან გამკლავება. ერთ რამეს გეტყვით ამ პარაზიტზე. ეს პარაზიტი გმაოჩეკვიდან საშუალოდ 40 და 8 საათის განმავლობაში თუ ვერ მოახერხებს თევზის სხეულზე დასახლებას, ის მოკვდება. რაც შეეხება პრეპარატებს, პირველი და ყველაზე ხელმისაწვდომია აკვარიუმის მარილი. ეს მეთოდი არ გამოიყენოთ თუ გყავთ ისეთი თევზები, რომლებსაც აქვთ მარილის აუტანლობა, ან გიდგათ მცენარეები.
მაშ დავიწყოთ მარილით მკურნალობა, გარდა იმისა, რომ მარილიანი წყლით იხტიკასთვის შევქმნით არახელსაყრელ გარემოს და ხშირ შემთხვევაში, თუ ადრეულ ეტაპებზევე დავიწყებთ მკურნალობას, მხოლოდ მარილით და ტემპერატურის აწევით შევძლებთ იხტიკის დამარცხებას, მარილს ასევე აქვს სხვა დადებითი მხარეებიც. მაგალითად ის ხელს შეუშლის ბაქტერიების და სოკოვანი ინფექციების წარმოქმნას თევზის დაზიანებულ წერტილებში. ასევე მარილი დაეხმარება თევზს ლორწოვანი გარსის გასქელებაში და აღდგენაში. გარდა ამისა, მარილი ეხმარება თევზს საკონტროლოს სითხის დონე მის ორგანიზმში, რაც კიდევ ერთი ბენეფიტია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მარილი შეიძლება არ იყოს საკმარისი და მოგვიწიოს სხვა პრეპარატების დახმარებაც, როგორებიცაა მალაკაის მწვანე, მეთილენის ლურჯი, ანტიპარი და სხვა. მე არ ვარ პროფესიონალი ამ სფეროში და დოზირებებზე ინფორმაციის მოწვდისგან თავს შევიკავებ, რადგან არასწორი დოზირება იხტიკაზე მალე მოკლავს თქვენს თევზებს. ასე რომ დოზირებებზე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში ანდაც მაღაზიაში, სადაც მოახდენთ ამ პრეპარატების შეძენას. როგორც ვთქვი, ეს პარაზიტი თავს ესხმის ლაყუჩებს და თევზის სუნთქვას ართულებს. ამას დამატებული მაღალი ტემპერატურა აკვარიუმში, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს ჟანგბადის დონეს წყალში. აუცილებელი გახდება, რომ აკვარიუმში მოვახდინოთ დიდი დოზით ჟანგბადის შეტანა და ზედაპირის აგიტაცია. ნუ გამოიყენებთ საერთო ინვენტარს თუ გაქვთ რამოდენიმე აკვარიუმი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს იხტიკის სხვა აკვარიუმებში გავრცელებაც. როდესაც დარწმუნდებთ, რომ თქვენს თევზებს არანაირი სიმპტომი აღარ აქვთ, მაინც გააგრძელეთ მკურნალობა მინიმუმ 1 კვირით, რადგან დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი პარაზიტი ცოცხალი არ დარჩება და არ მოხდება მისი გამრავლება, რაც ახლიდან სამკურნალოს გაგვიხდის აკვარიუმს. თუ თქვენს აკვარიუმში მხოლოდ 1 ან 2 თევზს აქვს სიმპტომები, ნუ ჩათვლით, რომ მხოლოდ ამ თევზებს სჭირდებათ მკურნალობა. აუცილებელია მოხდეს მთლიანი აკვარიუმის მკურნალობა. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს.